დღეს საკითხი უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ლევოს კარალიძის მიმართ, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის მან ასე ვთქვათ სრულად უარყო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არგუმენტები, შეფასებები, მან დაუშვებელად საცნო მტკიცებულების საფუძველზე და არარსებობი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა განაჩენი და ბრალი დასტო განსაკუთრებული მძიმე დანაშაულში და შემიძლია დღეს თქვა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა, რომლის სათავეში არის უზენაესი სასამართლო, პრინციპში აღარ არსებობს უზენაესი სასამართლო, ეს გახდა ყველაზე დისკრედიტირებული, ყველაზე არასამართლიანი და ყველაზე უკანონო განაჩენების გამოტანის საფუძველი გახდა ეს. ის სასამართლო, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, უნდა იცავდეს ადამიანის კანონიერ ინტერესებს, უნდა ახდენდეს მტკიცებულების შეფასებებს და უნდა ასწორებდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვათ სასამართლოს მიერ დაშვებულ შეცდომებს ან ასე შემდეგ. ამის ნაცვლად დაიცავდეს ადამიანის უფლებებს, ამის ნაცვლად გახდა სადამსჯელო იერარქი და თუ დაუშვათ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ნაწილობრივ მაინც რაღაც ასეთი შეიძლებაია რაღაც ოდნავ აი სუბუქი რაღაც მისკენ კონდეს ადამიანი ნაწილობრივ მაინც არის დაცული შეიძლება ითქვას ადამიანის უფლებები, აი ყველაფერს კეტავს უზენაესი სასამართლო რა. ასეთ პირობებში საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჩამონგრეულია და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას აი დიდი ჩაქუჩით ადგას უზენაესი სასამართლო თავზე. დღევანდელი განაჩენი არის ამის დასწრაფად გადასტურება რა. აი შემადგენლობა, რომელშიც იყო რომლის თავმჯდომარე იყო სილაგაძე, რომელიც გამოირჩევა თავისი უკანონო გადაწყვეტილებებით, თავის არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებით, აი დღეს კიდე ერთი გადაწყვეტილება მოვისმინეთ ესეთი და ასეთ პირობებში არ ვიცი ხა ადვოკატის მას სამართლებრივი დაცვის განხორციელებას, სამართლებრივ არგუმენტებზე მსჯელობას, მტკიცებულებების შეფასებას, მტკიცებულებების წარდგენას ყოველგვარ ეს პროცედურა ყველაფერს ასკარგავს უკვე რა. აქ არის უკვე ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. და ჩემი აზრით პოლიტიკურ ჭრილში უნდა მოხდეს ლევოს კარალიძის საქმის შეფასება, ეს იქნება საქართველოში.